ბრაზილიელებმა გააპროტესტეს დონალდ ტრამპის ინიციატივა USAID-ის დახურვის შესახებ. USAID-ის მიერ მხარდაჭერილი ბევრი პროექტი ეხებოდა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, უმცირესობებისა და ქალთა უფლებები. USAID-ის დონორი ორგანიზაციები შიშობენ, რომ მათი პროექტები აღარ განხორციელდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ USAID დიდი ხნის წინ უნდა დახურულიყო. ტრამპმა განაცხადა, რომ სააგენტოს რადიკალური მემარცხენე გიჟები მართავენ. ბრაზილიაში USAID-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა თანამშრომლობა ამაზონის ბიომრავალფეროვნების დასაცავად. ეს ინიციატივა ითვალისწინებს ძირძველი ხალხის, ტყის თემების კონსერვაციასა და საარსებო წყაროების გაუმჯობესებას. როგორც ცნობილია, მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის დაახლოებით 2/3 ბრაზილიაშია. იმედი გვაქვს, რომ ამერიკის მთავრობისა და ტრამპის ადმინისტრაციის აზრი შეიცვლება, როდესაც ისინი შეაფასებენ პროექტებს, რომლებსაც მხარს უჭერენ USAID-ის მეშვეობით. ეს პროექტები სარგებელს მოუტანს ამაზონს, შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხსა და სრულიად მსოფლიო კლიმატს. 2024 წელს USAID-მა ბრაზილიას $22,600,000 გამოუყო. ნახევარზე მეტი დაახლოებით $14 მილიონი მოხმარდა ზოგადად გარემოს დაცვას. თუმცა პრიორიტეტი ამაზონი იყო. ისინი ამცირებენ იმ ბიუჯეტს, რომელიც აფინანსებს მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებს, რომლებიც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, განათლებასთან, სანიტარიასთან. ისინი, ვინც ყველაზე მეტად ზარალდებიან, ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებულნი არიან. ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დახურვის შესახებ 3 თებერვალს განაცხადა.